სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არს ღმერთი. მადლობა უფალს, რომელმაც ღირსი გავხადა ჩვენ და მოგვაწია ვიდრე ამჟამადე. მოგცა მადლი ძალა იმისთვის, რომ აღვასრულოთ და შევსწიროთ უფალს მსხვერპლი, რომელიც ყველაზე უფრო საკადრისია და ყველაზე უფრო გონიერი არსების მხრიდან დედამიწაზე ყველაზე უფრო დიდი არის, რაც კი შეიძლება რომ ადამიანმა შესწიროს ღმერთს. დღეს წავიკითხეთ ჩვენ სახარება, რამოდენიმე ამბავია მოთხრობილი სახარებაში, როდესაც უფალი გარღვეულს განკურნავს. გარღვეული ნიშნავს მოწყვეტილ ადამიანს. და დღეს არის ამბავი მოთხრობილი, რომელიც კაპერნაუმში აღესრულა. კაპერნაუმი აქ მათეს სახარებაში წერია, რომ მივიდაო თვისად ქალაქათო და ამ ამბავს მარკოზ მახარებელის მოგვითხრობს. დღეს მათეს თავისაგან წავიკითხე და მარკოზ მახარებელის მოგვითხრობს და ამბობს, რომ ეს ქალაქი არის კაპერნაუმი. და ამბების ეს თხრობა გავს ერთმანეთს და გასაგებია, რომ ერთ და იგივე ამბავს გვიყვება უფალი. და როგორც გითხარით, სადაც უფალი იყო, იქ ძალიან ბევრი ხალხი იკრიბებოდა ხოლმე. ვინ რისთვის და ვინ რისთვის. ამ ხრივ არაფერი არ შეცვლილა დღესაც. უფალთან მოდიან ადამიანები, მაგრამ ვინ რისთვის და ვინ რისთვის. და მოიყვანეს ერთ-ერთი წელსქვევით მოწყვეტილი, გარღვეული ადამიანი, რომ 4-თაგან ზეკიდებულიო, მარკოზ მახარებელი ამბობს. რომ ეს იმდენად ძიმე, შეიძლება ადამიანი მოწყვეტილი იყოს, მაგრამ ან რაღაცით გადაადგილდებოდეს, ან რაღაცა ხელი მოგინო გადაიყვანო. ეს იმდენად მოწყვეტილი იყო, რომ 4-თაგან ზეკიდებული იყო. ანუ 4 ადამიანს მიყავდა, ესე იგი, სპეციალური საკაცი და როდესაც ნახეს, რომ შეუძლებელი იყო მისვლა უფალთან ხალხის სიმრავლის გამო, იმ დროს ცოტა სხვანაირი სახლები იყო, სადაც ხდება ეს ყველაფერი და შესაძლებელი იყო ამის გაკეთება, რასაც ახლა ვამბობთ, რომ მოხადეს სახურავი სახლს და სახურავიდან ჩაუშვეს ეს გარღვეული. და მერე წერი ესეთ სიტყვები, რომ და იხილა იესოს სარწმუნოებაი მათი და რქვა გარღვეულსა მას, ნუგეშინი შვილო მიგეტევნენ ცოდვანი შენ. წერია ესეთ სიტყვები, რომ აი ამაზე უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღებას, რომ ესა რა ქვია, ყურადღება, რომ იხილა იესოს სარწმუნოებაი მათი. ვის სარწმუნოებაზეა საუბარი? საუბარი არის სარწმუნოებაზე იმათი, ვინც მოიყვანა ეს გარღვეული და თვითონ აი ამ გარღვეულის სარწმუნოებაზე. და უფალმა რა თქმა უნდა გულთავხილავია და დაინახა მათი სარწმუნოება და პირდაპირ აი ესეთი შემთხვევა არის, პირდაპირ ეუბნება, რომ შვილო მიგეტეო შენი ცოდვებიო ეუბნება. ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება გაგვიშვდეს ჩვენ შეკითხვა, რომ ცოდვები თუ მიუტევა, რატომ არ განიკურნა იმ წამსვე, ხო? მაგრამ უფალი არის მიუწვდომელი. შეიძლება ესეთ შემთხვევაც არის, რომ უფალი ცოდვათა მიტევებას აძლევს და ადამიანი იკურნება კიდეს ფიზიკურათაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვხედავთ, ესე იგი, რომ უფალი ცოდვათა მიტევებას აძლევს. და ეს საკმარისი იყო მათთვის. მათ ჰქონდათ დიდი სარწმუნოება, მათ მეტი არ უთხოვიათ არაფერი. და ფარისევლები და მწიგნობრები გულთაშინა მათა თქვენსო, რომ ვითარმედ ესე გმობსო, ვის შეუძლია ცოდვების მოტევებაო ღმერთის გარდაო. ეს გულთა მათი გულის სიტყვაც ხო იცის უფალმა და ეუბნება მათ ესეთ რამეს, რომ რატომ ფიქრობთო ესე ბოროტათო თქვენს გულშიო, რომელი უფრო ადვილიაო, უთხრაო, რომ მიგეტეო შენ ცოდვებიო, თუ უთხრაო, რომ აღდებ და ვიდოდებ, რომელი უფრო ადვილია, ანუ რომელი ისეთ აი ჩვენ ადამიანები მატერიალურს უფრო ვაქცევთ ყურადღებას.
სინამდვილეში აი ლოცვებში ახლა კი არის რა თქმა უნდა ფიზიკური სნეულების ლოცვები საერთოდ აი ხორციელი ტკივილებისთვის რა თქმა უნდა არის ლოცვები მაგრამ ძირითად ლოცვებში ჩვენ რასაც ვკითხულობთ ხო ძირითად ლოცვებში ჩვენ ღვთისგან ვითხოვთ რას შეწყალებას და ცოდვების მოტევებას იმიტომ რომ თუ კი უფალი შეგვიწყალებს ჩვენ და თუ კი ჩვენ ცოდვებს მოგვიტევებს მაშინ ის ყველაფერი თავისთავად ეშველება ყველაფერს და უფალმა უპირატესი მისცა მას მაგრამ ესენი ხორციელას ჟიან პავლე მოციქული ამბობს რომ მშვიდმიერი ადამიანიო სულიერს ვერ შეიწნარებსო ანუ ხორციელი ადამიანი ყველაფერს ხორციელად უყურებს და ხორცს უყურებს აი რასაც ხედავს იმას უყურებს მაგრამ ღმერთი ჩვენი უხილავია და უხილავია ის საქმე რომლის გამოც მერე ჩვენზე ხილული საქმე მოდის ამიტომ უფალმა ეს იცის და პირველ რიგში ცოდვათა მიტევება მისცა აი ამ განუღებელს მაგრამ უფალი კი არ გაურბის იმას რომ აჩვენოს თავისი ღვთაებრივი დიდება ამ შემთხვევაში ხო ამას ესეც ძალუს რა თქმა უნდა ხორციელი ძალუს მაგრამ მათ უპირატესი მისცა ისინი მოსული იყვნენ სარწმუნოებით და სარწმუნოებით კიდევ ერთხელ ვამბობ აი ლოცვებს რო კითხულობთ სარწმუნოებით არის ლოცვები შედგენილი იქ ყოველთვის წერია რომ უფალო შემიწყალე მივხვდით ცოდვების მოტევებას ვითხოვთ ჩვენ და ისინი სარწმუნოებით იყვნენ მოსულები რა თქმა უნდა უფალი მას ხორციელსაც მისცემს და თქვენ რომ იცოდეთო რომ აი კიდევ ერთხელ ვამბობ აი ესე იგი თქვენ ისით რომ უფალს ყველა ადამიანის გადარჩენა უნდა ხომ და ამიტომ ამ წიგნობრების გადარჩენას უნდა რა თქმა უნდა და ცდილობს იქნება მათაც გულისხმა ხონ თქვენ რომ იცოდეთ რომ ძესა კაცისას აქვსო ამის ხელმწიფებაო ხორცზეც ხო მაშინ ეუბნება აღდეგ აღიღეც ხედარი შენ და წარვეთ სახით შენდა აი ეს სიტყვა არის ამ სიტყვით არარსებობიდან არსებობაში მოვიდა ყველაფერი ამ სიტყვით არის რომ ჩვენ ვართ ან არ ვართ ან რაღაცა ვჭირს ან რაღაცა არ ვჭირს აი უფლის სიტყვა არის აი სიტყვით არის აი ჩვენ რომ რაღაცებს რო გეგმავთ რომ ხვალე იმას გავაკეთებ ზეგ იმას გავაკეთებ უფლის ერთი იგავი რო არის ხო ერთ კაცო ბევრი მოსავალი მოვივიდაო და თქვა რომ დავანგრევ ძველ ბეღელს და ავაშენებ ახალსო და უგუნურო ეუბნება ღმერთი ამაღამე მიგიღო შენი სულიო და ესო რომ გაიმზადე ვის დარჩებაო მივხვდით ანუ სადღაციდან საღაციდან კი არ ხდება რაღაცა ღვთისით აი ღვთის ბაგეზე არის ის რაც ხდება საერთოდ ამ ქვეყანაზე სნეულება იქნება თუ განკურნება იქნება ყველაფერი და უფალმა ეს ხელმწიფებაც აჩვენა იმიტომ რომ იქნებ მათ მიხვდნენ ისინი ხო ამბობენ რომ ესო გმობსო ვის შეუძლია ცოდვათა მიტევებაო და მათ ხო არის უკვე თავის ღვთაებრივ თქვენ თუ ფიქრობთ რომ ესე იგი მარტო ღმერთ შეუძლია ცოდვების მიტევება მე მივეცი ცოდვების მიტევება და ეხლა რა უნდა მოხდეს ისინი უნდა დაფიქრდნენ რომ მართლა ძე ღვთისა ხომ არ არის ანუ მათი გადარჩენაც შედგებოდა რომ უგუნურად არ მოქცეულიყვნენ და გონიერად მიეხედათ ამ ყველაფრისთვის და მიუხედავად იმისა რომ ამ ხელას სასწაული მოახდინა უფალმა ნახეთ გინდა სულიერი ხო მისცა ხორციელი ხო დავინახეთ ყველამ დაინახა იცნობდნენ აი ამ 4-თაგან ზეკიდეულს უაღრესად ესე რომ თქვათ სნეული ადამიანი იყო ყველა იცნობდა მაგრამ ის კი არ თქვეს რომ ესო ღმერთი ხომ არ არის აი უყურეთ აი ეს განმარტებაც არის ამ სახარებაში რომ მიუხედავად იმისა რომ ამ ხელას სასწაული მოახდინა უფალმა იხილა რა ერმანმან დაუკვირდა და ადიდებდეს ღმერთსა რომელმან მოსცა ესე ვითარი ხელმწიფება აი კაცთაო თუ არა ღმერთსა კი არა ანუ ვერ გულისხმა ხოს რომ მათ წინაშე იდგა ღმერთი და ჩვენ ამ სახარებიდან მრავალი სულიერი დამოძღვრა შეიძლება მივიღოთ პირველ რიგში ჩვენ განმარტებლების უმეტესობა მიაქცევენ ჩვენს ყურადღებას იმაზე რომ პირველ რიგში ეს განუღებული ჩვენ ვართ ჩვენ უნდა მოვიდეთ უფალთან და ჩვენ უნდა მივიღოთ ყურნება მეორე რიგში
ეს გარღვეული ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის, ვისთვისაც ჩვენ ლოცულობთ, მაგალითად, ვინც გავჭირვებია ჩვენი ახლობელი ადამიანია თუ რაღაცა და ჩვენ ვხედავთ, რომ სარწმუნოებით ყოველ შემთხვევაში უფალი განკურნავს მას. ანუ აი ეს უნდა გულისხმობთ, აი ვიღაცებისთვის ყველა ხო ლოცულობთ, ოჯახი გვაქვს, შვილები გვყავს, ვიღაცა ახლობელია, ვიღაცებისთვის ყველა ვლოცულობთ. ჩვენ ვნახეთ, რომ იხილა უფალმა სარწმუნოება მათი და მიმადლა მათ. ანუ ჩვენ თუ სარწმუნოებით ვითხოვთ, უფალი აუცილებლად მოგმადლებს ჩვენ. და ეს ძირითადი დამოზღვრა არის აი ამ სახარებაში და უფალმა ჩვენს მოგცეს სარწმუნოება ისეთი, რომელიც აი ამ ადამიანებს ჰქონდათ პირველ რიგში, აი ამ გარღვეულს მიუხედავად იმისა, რომ 4-თაგან ზეკიდებული იყო, კი მართალია და ხო მესამე რაც თავარია ნახეთ, აი ჩვენ ალბათ გვიკვირს რომ როგორ არ გაბრაზდა უფალი, როდესაც ესე უხეშად მოვიდნენ მასთან, ხო, აი სახურავი ახადეს და მოვიდნენ. ჩვენ ძალიან ხშირად ვიცით ხოლმე, თქვა რომ აი მამო იცი რა მომერი და არ შეგაწუხე რაღაცა, მასე არ არის. სულიერისთვის პირიქით ირებდი და განგიღოს, ეძიებდი და პოც. სულიერისთვის პირიქით უნდა შეაწუხო. უფალს ვიღაცას ესეც უკითხია რომ აი ამას თხოვ, იმას თხოვ, იმას თხოვ, უფალს და ხომ არ ვაწუხებ, არა. პირიქით. უფალი წუხდება მაშინ, როდესაც შენ არ მიდიხარ მასთან. აგერ პირდაპირ წავიკითხეთ სახარება, მთელ ქნილებას მოუწოდ, ყველა დაბადებულს ეუბნება, მოვედით ჩემ და ყოველი მაშრალი და ტვირმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. ყველას მოუწოდებს რომ მოდი და ჩვენ უნდა მოვიდეთ და თავარი დამოზღვრა რაც ამ სახარებაში არის, ის არის რომ მიუხედავად იმისა, რომ ქრისტესთან მისასვლელად ჩვენ გვაბრკოლებდეს მრავალი გარემო, მრავალი ადამიანი, მრავალი ვითარება, რაღაცა რაც არ უნდა გვაბრკოლებდეს, თუნდაც ისე მოგვიხდეს ქრისტესთან მისვლა, რომ სახურავს ჭერი ავხადო და უფალი იქ იყოს და იქ ჩავიდეთ, არ უნდა მოვერიდოთ. იმიტომ რომ აგერ არის ბატონო, ხედავთ ჩვენ სახარებაში, რომ კი არ გაუბრაზდა უფალი მათ. კი არ უთხრა რომ ესე რატომ მოხვედით, იქ უამრავი ხალხია, თქვენ რატომ ისინი სარწმუნოებით მოვიდნენ. აი ეს არის მთავარი. მოვიდეთ სარწმუნოებით და თუ გინდა ახადეთ სახურავი და ჩადით და ესე შედით და თუ გინდა ესეთი იყო ჩვენი მისვლა, უფალი არ გაბრაზდება ამაზე, ოღონდ ჩვენ უნდა გვინდოდეს, უნდა გსუროდეს უფალთან მისვლა და მიღება იმ ჩვენი სულიერი განღვეულობის, სულიერი სნეულებების, კურნებების, რომელიც უეჭველი გვაქვს ყველას და თან მრავალი გვაქვს და მრავლად გვაქვს და ამინ ინებოს ღმერთმა და მოგმადლოს ჩვენ, რომელმა განღვეულს მიმადრა კურნება, ჩვენსა მოგმადლოს კურნება და შეგვიწყალოს და გვაცხონოს ჩვენ ვითარცა სახიერას და კასტ მოყარე ამინ